იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ჭორიკანა მეზობელი. ჯონი! რა გინდა ბიჭო? რა მინდა კი არა ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა, ჩემ გარაჟთან რატო აყენებ ამ მანქანას? რატო მიყვირი ხაზ მოდი, ჯერ აქედან დავიწყოთ, მოდი. გეუბნები რომ არ არის შენი გარაჟი ეგა, ჯიგარო, ეგ არის ჩემი გარაჟი, всё. არ მინდა მაგაზინი ბიჭო, შენი გარაჟი, ჩემი გარაჟია, რატო მაგიჟებე ბიჭო? ვინ გაგიჟებს ბიჭო? შენ რას მიყვირი ხარ ბიჭო? რა გიყვირი ვარ, კი პატრული გამოვიძახე და პატრული გაარკვევს ყველაფერი. დავიღალე, ყელში ხარ ბიჭო. შენ შემოგევლე რა, არ მინდოდა ეს პატრულები და რაღაცეები ჩარევა. შენ არ გამოგიძახებია პატრული. კარგი რა ბიჭო, შენ შემოგევლე ერთი წამი და. ინსპექტორი ონისეს ხადაძე ეს ფორმას თუ მიაქცევთ ყურადღებას, ადრე მსუქანი ვიყავი და მე აღარ გამომიცვალეს. არ ვარ ეგეთი მნიშვნელოვანი თანამშრომელი. რა ხდება ახლა? რა ვიცი. ჩემ გარაჟთან აყენებს მანქანას მილიონჯერ გავაფრთხილე, ნუ აყენებდნენ. არ არის, შენ შემოგევლე, მოდი. ერთი წამი აგიხსნე. ეგ არის ჩემი გარაჟი, ამისი გარაჟი არ არის. არ არის ძმაო და ტყილა ახლა გიძახე. ჩემი გარაჟია, ბიჭო. ხარ შენ, ეს ვინ არის ბიჭო? ჯერ ასახით მიყვი. აბა ჩემო მე მაჩუქა ბიჭო. აბა შენმა გაჩუქა არა ახლა ის კიდე დამიწყო ახლა. რა ხდება? რა ამბავი არის? რა ხდება? ვინმე ხო არ მოკლეს? ან ვინმე ხო არ ხალბატონო, აი, რაღაც პარკინგზე აქვს გამოძახება. რაღაც პარკინგზეა, ჩემი მეზობელი იძახის, რომ ჩემი პარკინგიაო, ეს მეზობელიც იძახის, რომ ჩემი პარკინგიაო და თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე? ყველანაირი ინფორმაცია მაქვს, ყველანაირი. აქა საერთოდ ისეთი ამბავია, რომ ვისი მანქანა ვის სადგომშია, კაცმა არ იცის პოლიციელო. კარგია. ვინ გამოიძახა? მე გამოვიძახე. მე ხო არ გამოვიძახები ჩემ. პატრული. გაჩერდი ბიჭო. შენ შემოგევლე თქო რა ერთი წამი ნუ მიყვირი ხარ. ნამდვილი არის ეს პატრული? ნამდვილი. არა მე ვიფიქრე რომ რამე სიახლე ხო არ მომუნდა მეთქი შენ ცოლსა რომ ხანდახან აქა ხანძრის ფორმით მოდიან კაცები შენ ცოლთანა და ხანდახან კიდე თეთრი ხალათითა. რა ჩემი ცოლი ხალო? რა ჩემი ცოლი ხალო? მიხედე რა თვა რა. მოიცა ეხა ერთსა დავშვიდით რა. ოკეი. რაზე? ძალადობს. ჩემზე ძალადობს. დავშვიდით ალბათო ერთსა. აგიძახებ ახლა თქვენ რო იქნებით. დავშვიდით რა ჭირთ ბიჭო რა პარკინგის გულისის ატეხ მეზობლები ხართ ბიჭო ერთი აგერ ცხოვრობთ ერთი აგერ ცხოვრობთ. შენი ჭირიმე რა. ჩო რა არ უნდა რა ეხა მეხვეწები მართლა რა. არ ვიცი მე მოგვარდი ჯობია ხაში ამის გულისის პატრულს როგორ იზახე. აქა პატრულო მარტო პარკინგის გამო არ იქნება აქა ჩხუბი მან და სხვა ამბავი არის. იმიტომ რომ აი როცა ეს ვაჟბატონი თავის მანქანასა აი ამის პარკინგზე აჩერებს პარალელურად თავის ცოლთანა სხვა რამე აქ დაპარკინგებული. რა სამყარო? რა დაპარკინგებულია სხვა რამე? ელვირა! გამოდგა. ღმერთო მშვიდობა. რა სამყაროს ეს ხალი გამაგებული? ღმერთო მშვიდობა. რა ხარამეა დაპარკინგებული ხარ? შენ ხო გამაგებული? გაყვირე ჯონა. რა შეუნება ეს ხალი სხვა რამეა დაპარკინგებული? ვინ გადაწრები ხარ? შენ არ გამაგებული. დაპარკინგებული კაცო, რა ხდება? ფასიზებიც გქონია. შენ შემოგევლე რა მე ჩემ ცოლთან მივიხედავ ყველაფერს. რა ხდება ხალო? რა დაპარკინგებ შენ ხალო? დაპარკინგებინე ბიჭო, ხო არ გავიგე. შედი. ბატონო პოლიცია. ისე ერთი საჩივარი მეც მაქვს. აქა ის სხვათა შორის ღამის 11 საათის მერე ამ ლამაზი ქალის კვნესის ხმა გამოდის აი ამ ბინიდან. რა სამო? 11-ის მერე. რა სამო? აი აქა. ელვირა! ხდება? მე რო სახშიანო რა გაკონეს? ბებო ხმას და ერთი წამი. რა გინდათ ქალბატონო? რა გაკონეს ეს მე რო სახშიანო რატო პრესი? რატო პრესი კაცო? რატო? რა სამო? რა სამო პრესი? არ იცი
მესამის ხმა გამოდის, მაგრამ არა უშავ რა. შედი ქალოში. არა უშავ შვილო, მეზობლობა, რისი მეზობლობა, თუ ერთმანეთთან გადავედით და გადმოვედით, არ გადავგორდით. ჩვენი ეხლა არ შედი ქალოში გითო. შედი რა გაგვიეს? შედი და და გიზახო. ერთად დაწყნარდი ეხლა. გამაგებინეთ იცანი, ჰა? მართლა რა ხდება ეს ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ. მე აქ გამოსამ ხალათს ვიძიებ თუ პარკინგის ამო ჯერ პარკინგს რატო ვიძიებ საერთოდ პარკინგის გამო რატო დამირეკეთ? ახლა რა ღალატის ამბებია. ძმაო, არაფერი გამოსაძიებელი არ არის. ჩემი გარაჟია ძმაო და არავის უფლებას არ მივცემ ჩემი გარაჟის წინ მანქანა გააჩერე. ჩემმა მე ეს გამაჩემა დამიტოვა ძმაო და მანქანებული ვარ ისინი ასე ჩხუბობდნენ ამ გარაჟის გულით. გამო რა განერვიულებთ ბიჭო რა ხუბობთ მეზობლები ხართ ერთმანეთს უნდა შეხვდეთ კბილად და პარკინგის გამო ხუბობთ აქ ვის შეხვდეთ ბიჭო კაცმა პოლიცია გამოიძახა ჩემი რა რა ხდება ქალბატონო მოდი თქვენ მაინც რატო ნერვიულობ შვილო ესე როგორ გული მიყდება რომ აი ესეთ ნერვიულობ აი ესეთ დღეში ხარ ბებო აი ესე მთელი დღე სახლიდან ახარ გამოსული წვალობ შრომობ და ამ დროსა შენი ცოლი კიდე სხვის კვადრატში შვილო აგე ფეხები აქ აწეული და ბუქანაობს მეწოდები შვილო მეწოდები მაგრამ რა ვქნა მეც ქალი ვარ ისიც მეწოდება იმიტომ რომ ძნელია უკაცობა მთელი დღე გამოსული ხარ არა გწალია ბა მოიც რა ებს ლაპარაკობთ კაცო ჩემ ცოლზე რა არის ვერ გავიგე რა საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია რა იცით მოიც მღალატო ჩემი ცოლი ვიცი შვილო ვიცი მართალია ყაჩაღებს კი დასდევ მაგრამ ყველაზე დიდი ყაჩაღი მარტო დარჩენილი ცოლია შვილო ვაიმე რა ასამო ეგ არის ეგ ამბავი არის მეგობრო თქვენ გამოიძიე ცოლის ხალატის ამბები ერთი წუთით მეგობრებო შედი თქვენ ახლა სახში დაილაპარაკეთ თქვენ ოჯახებში მოაგვარეთ ეს ვისი ვიდათ და წნარად გადაწყვეტეთ ეს პრობლემა ხო და ამნაირი რაღაცებისთვის აღარ გამოიძახოთ არასდროს პატრული შემძანი სახში დაიგე ბიჭო რას გეუბნება მეორთ აღარ მომიკაკუნო კარები რა ჩემ პარკინგზე ნუ მეუბნები ეგეთ რაღაცებს და რა ზეებს ამბობ ჩემ ცოლზე ვერ გავიგე რა ინფორმაციები გაქვთ რა იცით ჩემ ცოლზე საიდან იცით რეაქციო ყურადღება დაანებეთავი აღარაფერი ეშველება მაგასა მაგრამ შენა მე მქონი როგორც ვიცი შვილო მეწყვილესთან ერთად დადიხარ კი მეწყვილესთან ერთად დავდივარ სად არის ახლა ქვემოთ არის მანქანაში მელოდება ხო არა ფიქრობ ბებორო ძალიან დიდხას არის გაჩერებული ქვევითა ჰა საკმაოდ კი ხო მე როგორცაც ჩანს ახლა ეგა შენ ცოლსა ელაპარაკება და ლოკაციას ადგენენ ხვალინდელი დღისთვისა რომ სასტუმროში შეხვდნენ და იბუქანაონ ტიტულებმა უყურონ ერთმანეთსა აუ მართლა ის რამდენი ხარ აუ ეგ როგორ გამიკეთა ეგ მე ჩემა მეწყვილა და ჩემად მაგათ ნახე რა უკვე მაგათ არ უნდა აპატიო ვაიმე არ უნდა აპატიო კარგი არის გამარჯობა კარგი არის ექიმი თქვენ გამოიძახეთ მოგძანდით საით წავიდე რაკეთ არ მინდა ჯერაკეთ არ მინდა აი აქეთ მოგძანდით აი აქეთ ჩულო ძალიან მძიმე მდგომარეობა აბა თქვენ ისით გოგო არის გადასარჩენი მიშიკო რა გინდა მიშიკო მოდი შვილო აგე მოვიყვანე ექიმი შენი ცოლი რომ იქით კორპუსის ვაჟას განარი ორსულად და დღე-დღეზე რო ელოდება მშვიდობით მინდა რომ ჩაიაროს საკიის რომა 1000 ვირუსი არის მოდებული და აბა შენიცი მიხედეთ გოგოსა ელვირა რა გინდა გამაგებინე დაწყნარდი შვილო ღმერთმა დაგლოცოთ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვი ვისი იქნება შენი თუ მიშიკოსი ბავშვი არის და უნდა გაერთიანდეს ეს ორი ოჯახი ღმერთმა რა ოჯახს ელაპარაკობს აშე ხალხიდან ქალო ისად გადადის არ გავაგიჟო ეხლა არ გავაგიჟო იქნება ილვირა გავსკდი ნერვებზე კაცი ახლა შეიცლია ისტორიის მასწავლებელი ბატონო გურამ დიახ ნუ ჩვენ სკოლაში იდეალურად არის ყველაფერი ბავშვებიც არაჩვეულებრივად რა თქმა უნდა
ამიტომ ვართ პირველები რა. ერთი წუთით რა ხდება გენაცვალე? რა არის ეს? დირექტორის კაბინეტი ეს არის? დირექტორის კაბინეტია, მე მგონი და ცოტა ყურადღებით უნდა ალბათ იყოს. თქვენ დირექტორი ბრძანდებით, ხო? მობრძანდით გისმენთ რა ხდება? გამარჯობა. გამარჯობა? მიდი შენიკ. რა ხდება? ერთი მაინტერესებს რა ხდება თქვენ სკოლაში. საერთოდ რას გავს ჩემი შვილი შეხედეთ. არა, ეს ისედაც რას გავს, მაგრამ რატო არის ბავშვი დალურჯებული რა ხდება? მარტო სილურჯე შეამჩნიეთ თქვენ მოტრიალდი დედიკო, დაინახე იცრები რატო აქვს ბავშვს? ისევ ისტორიის მასწავლებელი, ხო? ერთი წუთით ეხლავე დაბრძანდით თქვენ, მე გავარკვევ ეხლავე. დაბრძანდით რა შვილო ხო არ გტკიება, ვაიმე, დედა რა გავაკეთე. მოითმინე. ბატონო ვასილ. შემობრძანდით ერთი წუთით. შემობრძანდით. ან ეს მასწავლებელი წავა სკოლიდან, ან საბუთებს მოუკიდებ ხელს და გადავიყვან სხვა სკოლას. ჩემი შვილი ისეთი რომ ნებისმიერი სკოლა მიიღო. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი წუთით რა შემოვა ეხლა და გავარკვიოთ. გავარკვიოთ. ნანა შემოუშვი რა, ისტორიის მასწავლებელი. მობრძანდა. მობრძანდით ბატონო ვასილ, დაბრძანდით. ეს არის ხო? ბატონო ვასილ, რა ხდება ეხლა გამაგებინეთ. რატო არის ბავშვი დალურჯებული და ეს ისრებით რატო აქვს კაცო ზურგი დაშავებული? გამაგებინეთ, მე ვერ ხვდები აქ რა ხდება. გითმენჯე. ერთი წუთით გეხო. ყველაფერი ცხადზე ცხადია. ჩაუკაკლე ბიჭო უკვე ყველაფერი? პატარა ჩხლეტა ვერ აიტანა და ყველაფერი ჩაგიკაკლა. ეს რო თქვენ ჩავარდეს ეს დამპალი. თე საქართველოს გაყიდა. რას ვინ არის დამპალი? როგორ შეიძლება ბავშვთან ესე კაცო რას ლაპარაკი? ეს გარეწარი ეს ასაკუცი ხარ თავიდან ფეხებამდე. იღლია ვერავაწევიე ქალბატონო თამარ. იღლია რომ ის არის შემერჭო. რატო უნდა შეგერწოთ? ის არის კაცო. აბა როგორ ამეხსნა ვახტა გორგასალი ცხოველაირად. როგორ? მე დაწყნარდით რა, დაწყნარდით. ისეთ რა არის ბატონო ვასილ? მე საერთოდ არ მომწონს თქვენი მიდგომები. მაპატიეთ, მაგრამ არ მომწონს. ბასო მასწავლებელი. დაიჩოქენ ტარვალო. ბასო მასწავლებელი. ცოტა დანელია უკვე 4 საათია მზეზე. თაფწასმული ზის და რა ვუყოთ, შემოვიყვანოთ? სახურავზე აიყვანეთ? დიახ. რამდენი ხანი გავიდა? 4 საათი. იყოს 1-2 საათი და იცოდეს სოტნე დადიანმა როგორ ეწამა სამშობლოსთვის. მომაწოდე! ბატონო ბასო, ზურაბ კორონჯაძე, კედელში რომ ჩავაყოლით, რა ვქნათ ახლა? რა უნდა უყოთ? კედელი გამოხრიდეთ, რომ ჰაერი ისუნთქოს. კარგი. და შეიგრძნოს. რა დაუჯდა საქართველოს სურავის ციხის მშენებლობა? დასაგებია ბასო მასწავლებელი. გაეთრიე გარეთ! ბატონო ვასილ, ეხლა ერთი წუთი. რა სურამის ციხე, კაცო? რა ცოტნე დადიანი? ეხლავე მანდატურებს დაუძახებ იცოდე. მანდატურებს ვერ დაუძახებთ ქალბატონო თამარ. რატო ვერ დაუძახებ? სტამბოლში გავყიდე მამლუქებად. ვაიმე. ვიცი რომ სკოლას უჭირს 1-2 კაპიკი არ გვაწყენდა. ხედავთ რას კადრულობს? შენ კიდე ბიჭო ამოიღე ხმა. სახშო ჩამიკარკლე ყველაფერი. ბავშვები ყავდა სხვადასხვა უჯრებში ჩატენილი და ზოგი კარადაში და იქედან აყვირებდა აქავარძია. რას ლაპარაკი? რა მეკრე ქალბატონო თამარ, აბა როგორ ამეხსნა სხვანაირად ვარძიის დაარსება? ფული არა გვაქვს რომ ვარძიაში წავიყვანო ბავშვები და უჯრები ქვეყანა. ეგ კი არა ქალბატონო, თურმე უხსნიდა ბავშვებს შაჰაბასის ისტორიას. ვაიმე. და მთელი კლასი წაუყვანია ფერეიდანში ფეხით. რას ამბობ? უნდა დაეტოვებინა. რას ამბობ, კაცო? როგორ ეს არის მამლუქებად მიყავდათ ბატონო ვასილ? არა, ეს რა მამლუქი იქნება ეს გათახსირებული. ამაში ვირას გადაიხდი. ატარაობიდანვე უნდა იცოდეს ქართველმა ჩვენმა წინაპრებმა რა გზა გაიარეს ფერეიდანში. ბოდიში რა გენაცვალე, ბოდიში. ეს სკოლა ესეთ მდგომარეობაში არ ყოფილა ჩემი სკოლა. სხვათა შორის ქალბატონო თამარ თქვენთან სათხოვარი მაქვს. დიახ, ისე. 300 მოსწავლე მჭირდება სასტრაფოდ. სად მიყავთ კაცო? კრძანის ველზე. რას ლაპარაკობთ ბატონო ვასილ? 300 მოსწავლეს რა უნდა კრძანიშში? ისტორიული ფაქტები მოითხოვს უბრალოდ. მჭირდება უბრალოდ პატარა დრამა გვაქვს დასადმელი, უბრალოდ ვითომ ომის ინსპირაცია.
მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ ელოდეთ იმ სამას. რატო? ვერ მოვლენ. ერთი წუთით გაჩვენდით რა. შვილო, დედიკო მომისმინე. არის კიდევ ისეთი რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენამდე ვერ მოვიდა ინფორმაცია. რაც დირექტორმა უნდა იცოდეს. გაჩვენდით. მე და თიკო გოგოლაძეს დავწერა გუშინ ჯვარი. დაიმე. თიკო რომ ჩემს უკან შენს უკან რო იჯდა. ანუ რძალი მყავს რა გამო. ერთი ბატონო ბასი. 17 წლის მოსწავლეებს ჯვარი რატო დაწერეთ? შეგიძლიათ თუ ეხლავე აღიხსნით ხალბატონო თამარ. ეს სტრატეგიული გათვლა იყო ჩემი. გოგოლაძეების და ცხადაძეების გაერთიანებით მინდოდა მყოლოდა ერთიანი, ძლიერი, უძლეველი მე-12 ბ-კლასი. იახ. და მეზობეს სკოლას დავარდებდით. ქართველო, მოსხიბე მოღალატეს თავი. ბუდიში რა. რა თქვა? მაპატიეთ გეხვეწებით. მოვკიდებ ეხლავე ამ ჩემს. არ მოკიდოთ გეხვეწებით გამოსწორება. ოი, ჩემი ნება იყოს მე მოვკიდებდი და მოვწყვიტავდი. რას კადრულობ ბატონო? მე ვკადრულობ კიდე, ხალო მე ვკადრულობ. მადლობელი უნდა იყოთ. თქვენი ეს უძღეული მათემატიკის გაკვეთილინა რო გამოვიყვანე და საქართველოს ისტორია საუკუნეების წინიდან შევასწავლე. იახაც? მაგრამ რა იცით თქვენ ისტორია არ იცით არც ერთხელ. კი, მაგრამ ბატონო ბასილეს რაში გეხმარებათ გამაგებინეთ? მიდი ბიჭო. პირწავარდნილი ზეზვა. ვაიმე შვილო. დააკვირდით პირწავარდნილი ზეზვა. რა თუნდა? გვერდით გოგოლაძეს მოუსვავდით პირწავარდნილი მზია. არ ვიცი მე ქალბატონო, მე ბავშვი გადამყავს რა. გამიმზადეთ საბუთები. ჩემი თავის ისრებიანად მიმყავს. აღელვებული ხართ ქალბატონო, ყველაფერი დალაგდება გეფიცებით. არაფერი არ დალაგდება, სასწრაფო. დალაგდება. ერთი წუთი ქალბატონო თავად მე მოვაგვარებ ამას ყველაფერს. ვაიმე რა. მაგრამ მე არაფერს მეკითხები, გოგონი, ქალბატონო. შენი სახელი მითხარი, ბერცო ტლიკინეთ. მედეა. ვაიმე გარუნა. გეუბნებათ რამეს ეს სახელი. მედეა. უკან დაიციეთ გეხვეწე. შენ ნაბოზდა რომ ედიკოსო შენ. ბავშვი გადაარჩინეთ, გაიყვანეთ. რას კადრულობ საერთოდ თუ ხდები? გადით. მამა და ძმა ოქროს საწმისში გაცვალე შენ. ჩატლაჭა. ეს რა მაკადრა, ბავშვი გაიყვანეთ. ეს რა მე მაკადრა. გაკადრე? მამა შენთან დარეკე. პროფესიონალიზმ მიწუნებ? ორი ნაბიჯით უკან დაიხიეთ ქალბატონო. სამი ერთის წინააღმდეგ? ბატონო არწივი უნახეთ დაჭრილი. ხალ ყორნებზე ომებოდა. არგი სადა მეჩავს. ვაიმე. ადგომა. ბატონო ბასი. მაგრამ ვეღარ ადგებოდა. ხელი გაუშვით. რასაც ხელი გაუშვით. ვაიმე მომიკლავ. ხელი გაუშვით. ვაიმე. ონისე დედა. ონისე. გამოდის ბატონო ბასი. დათოქსირებულა კაცი. ერთი წუთი. ქალბატონო თამარ, თუ შეიძლება აი ეს ხუთი რომ მათხოვოთ. რაც გინდათ ეგ ხუთი კაცო? მერვე ბ-კლას გიორგი სააკაძე უნდა აუხსნე. რაიმე! დარეკეთ! რუსუდან! შედი კარავში რუსუდან! ვაიმე ბავშვო გაიქცი! შედი კარავში! რეპეტიტორი და საყვარელი. მოდით, შემოდით. რატო დააგვიანეთ ბავშვებო? უნარებზე ვიყავით, მასდა დაგვაგვიანდა. აჰა, უნარები არ ვიცი, მე უნარები ჩორს ვერ წახვალთ. თქვენ თავარი არის ქართული ენა და ლიტერატურა ჩააბაროთ. თქვენ ბევრი დრო ხო არ გონიათ დარჩენილი ეროვნულ გამოცდებამდე. 7 თვეში მოგვიკაკუნებს ეს გამოცდები და მე იარეთ უნარებზე. ხო. რა გქონდა წინა გაკვეთილზე, სად გავჩერდით, აბა? გავაგრძელოთ. ვეფხისტყაოს სანზე მას. ოჩაღანი. კარგი მეხსიერება გაქვს, დედიკო, მომწონხარ შენ. კარგი, გადავიდეთ, მოდით უშუალოდ თინათინის დახასიათებაზე. ნუ, ეხლა, კაცო, მომისმინე, რომ ვლაპარაკობ. შენთვის ვლაპარაკობ. დასაგები. ხო, თინათინის დახასიათებაზე. თინათი მზეს ასწუნობდა, მაგრამ მზე თინათინობდაო. ანუ რაო, რას გვეუბნება ავტორი ამით? რომ ესე იგი თინათინს მზე გულზე არ ეხატებოდაო, მაგრამ მზე
ბაძავდა თინათინსო. ანუ მზე თინათინობდაო. გაიგეთ? ანუ მოდი უფრო კარგად რო აგიხსნათ, აი ესე გეტყვით. აი როგორც მე მეტენება მაგული, ხო იცით ბიოლოგიის მასწავლებელი? მე როგულზე არ მეხატება, მაგული ხო მეტენება და ბაძავს, რომ ექსკურსიაზე წავიყვანოს ჩემს სადამრიგებლოსთან წლის ბოლოს. ხო მეტენება. აი ასე ეტენებოდა მზე თინათინს. ხო უფრო გასაგებია ეხლა თქვენთვის. ხო? რაღაცა ვერ გაიგე, ისე მიყურებ შენ. გაიგე? კაი. გადავიდეთ ტარიელზე. ჯდა მტირალი წყლისა პირსაო. პირსაო. გაიმეორეთ? პირსაო. გასაგებია, კარგია. მოდი დათუნა დაახასიათე ტარიელი რას გვეუბნება ავტორი. ანუ ტარიელზე რას გვეუბნება შოთა? გისმენ? იყო უცხო მოყმე ვინმე? ხო. ჯდა მტირალი წყლისა პირსა. ხო, ხო. შავი ცხენი სადავითა. სუ, მოიცა. დედა. აი რა. დედა, კაცო, ჯელალი ეუბნება ჯინგის რომ მამა შენი არ ვარო, გესმით ხალხო თქვენ? დედა, ჩემი სიკვდილი არა და როგორ გავს? როგორ გავს შეხედეთ ჯელალს? დედა ესე იგი, თან ისეთი მამაშვილობა აქვთ, რომ როსტევანს და იმას არ ქონიათ, თინათინს ასეთი. დედა, დაამთავრეს ეს სერიალი. აი, რა მოიცდის ახლა ხვალამდე, რა დროს იციან ხოლმე გაწყვეტა რა, მოწყდით თქვენ. ანი, დედა შენი ხო ისევ დადის თურქეთში, დედიკო? კი, დადის. ხო. ხო და უთხარი რა, მედიკო მასწმაგთ, ხოვად თქო, ამ თურქული სერიალის გაზეთი რო ჩამომიტანოს, უნდა დავხეთქო სამასწავლებლო გულზე. წინასწარ რომ ეცოდინება, ჩამომიტან. ისე მიყვარს დედაში, სუნამოები რო ჩამოაქხოვე, ნახე კაია, დედაშენს ჩამოტან. რა დროს სერიალი და გაზეთი ამას, ანუ ფულს რისთვის ვიხდი მომზადებაში? ეს რა მამამისივით კრიჟანია, უყურეს უფულზე და რაღაცებს გამორჩენაზე და აი კაპიქს არ შეგარჩენს ესე იგი რა. ეს თქვენთვის ვამბობ რომ უყუროთ ამ თურქულ სერიალებს, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი მე-12 საუკუნეში დაიწერა და ეს თურქული სერიალი შარშან გადაიღეს. ანუ ეს უფრო ასახავს რეალობას. ვეფხისტყაოსნით შორს ვერ წახვალთ თქვენ შვილო. გაიგეთ? მიდი გააღე ვინ არის ნახე. შენ გამიკეთე ის დავალება რომ მითხარი წინაზე? რატო არ გამომიგზავნე მეილზე მერე? ვინ იყო? ვიღაც კაცი იყო, ყვავილები ეკავა ხელში, ალბათ ყიძდა და მიუჯახუნე. ყვავილები, მარტო ყვავილები ეკავა? ой, არა, შამპანური და ბამბანერკაც. ვაიმე, დათუნა, რა დაუნდობელი ხარ შენ? იქნებ უჭირდა ადამიანს და დახმარება ჭირდებოდა რომ მიუჯახუნე კარი. მოიცა ერთი წუთით ვინ იყო ვნახო. რა გნებავთ? საიდან ბრძანდებით? მოგინატრე გოგუშა. მოგინატრე კი რა, სტუდენტის იმი ყავს, აბიტურიენტები. გაუშვები. ვერ გაუშვებ, ფულია გადახტილი და როგორ გაუშვამ? ფულზია საქმე ხო, ჰაშენ თუმანი კი უნდა შემოვიშვი. რა თქო, ბიჭო, ფულები თუ არა ჰაშენ. იანის გოგო, არ შემოგიჩვენა. გავარკვევ მე მაგ საქმეს აუცილებლად. მოვალ ბავშვებო ეხლავე. ხო და ვერ შემოგიჩვენა. რატო შენ? 2 საათში გამომთავრებენ და 2 საათში გარეთ ვიყო, მე გავიყინები რა. 2 საათში ამო. ბიჭო, ბავშვები მყავს მე თქვენ ამაზე პასუხს გაგებინებთ. როდის მაგებინებ პასუხს? 2 საათში წავლენ ესენი და მე 2 საათში როგორ გავიყინები გარეთ? თუ გავიყინე ვერაფერს ვერ მაგებინებ საერთოდ. აი ბაცალე, ხადა მე თქვენ ამას ასე არ დავტოვებ და აუცილებლად პასუხს გაგებინებ. ვინ იყო მას? არა, ის იყო ინკასატორი. არ არის შენი საქმე რა, ეს ისინი ნუერევი, უყურე ერთი ამას. მოდი გავაგრძელოთ. შეხედეთ ვეფხისტყაოსანი. შეხედეთ ბავშვებო, ვეფხისტყაოსანში წერია, შოთა წერს, ლეკვი ლომისას სწორია, ლეკვი ლომისას სწორიაო. ანუ ლომი კი დიდიაო, მაგრამო ლეკვიო სწორიაო იმ შემთხვევაშიო, ზოგი ლეკვი გარდატეხის ასაკში უცებ იყრის ტანსო
და შეიძლება სიმაღლეში ლომს დაეწიოსო, ანუ სწორიაო, ლეკვიო ლომისო. მე მგონი მას არა, მაგას არა, უფრო იცი რას გულისხმობს, აი ქალია თუ კაცი არ აქვს მნიშვნელობაო. მაგას ამბობს ვითომ? ვინ გითხრა ეგ? მაგული მასწავლებელი. მაგულიმ რა იცის ქართული. მაგულიმ რო ქართული იცოდეს, მაგის კვარი ჩემთან კი არ ივლიდა მასამზადებლად. ერთი წუთით ბავშვებო უკაცრავად დაისვენებთ თქვენ. შემოშვა, ბატონო მასწავლებელი. გეხოცები, მომზადებული ვარ. ინდივიდუალური გაკვეთილები ჩამეწერეთ, გეხოცები რა. თამარ. სირცფილია ბავშვები მყავს ხო იქ? შემომიშვი, გეხოცები რა. ზმნა მქონდა, ზმნის ბრუნვა მქონდა, უღლება მქონდა თამარ. კარგი, რა უღლება კაცო? ბრუნვა მქონდა თამარ, გეხოცები, შემომიშვი, მზადავარ. სახელობით მოთხრობით მიცემითი. რა მიცემითი ბიჭო, სირცფილია მეთქი წადი აქედან. ადამიანები შემომიშვი, გეხოცები, შემომიშვი. აი მომცინე ერთი წამი, ბავშვები მიხვდებიან რომ საყვარელი მყავს და არ შეიძლება, გაიგე? რა მოხდა მე ბეჩუნი პერტიასაც ყავდა საყვარელი, რა მოხდა მე? ვერ გაიგებენ, მაგას ჯერ არ გადავსულ ვარ დათათუთა შხიაზე. რა ქეი ეს თამა? კარგი. მოდი. ახლა მოდი ეს არის ახალი აბიტურიენტი. და ნახეთ როგორი მონდომებულია? აი ესე უნდა მოინდომოთ თქვენც, უნდა მიბაძოთ. კი, მას. ხო, აი ასე. კარგი, დღეს ხსნით ახალ მასალაზე გადავდივართ. ხით ჩატეხილობის პრობლემა ოთარანთ ქრევში. ხო. მას დიახ. ეგ გაკვეთილი რომ გადავდოთ და სხვა ახსნათ. სხვა რა უნდა ახსნათ? რა ვიცი მას, მაგალითად ჯაყოს ხიზნები. რატო? აი, რა ვიცი, თქვენ და თქვენი კომუნალურების კაც რომ გიყურებთ, ეგ უფრო კონტექსტურია დღეს. აი, შერაცოდი გოგო ხარ, ანი აყევი ხო შენც ამას? სად გაგირბით ეს გონება ვერ გავიგე. მაგდენი რომ თქვენ ქართულ ენაზე და ლიტერატურაზე გეფიქრათ, ქულები კი არ დაგაკლდებოდათ, ჩააბარებდით ჩარშან. გამარჯობა. მე გარ მომჩინე, ბატონო მასწავლებელო და მოვედი რომ ჩაგაბაროთ. გაკვეთილები. ზმნა! და აი შამპანური წამოგიგეთ, ბამბანერკა წამოგიგეთ და ყვავილები წამოგიგეთ, ბატონო მასწავლებელო. იცით რა, მაგის მოტანას მერჩივნა ქართული ენის და ლიტერატურის წიგნი მოგეტანათ. თქვენთან ვიცავ რომ მასწავლებელო ვიკითხე მაღაზიაში და არ ქონდათ. მარტო შამპანური ქონდათ და ყვავილები და ბამბანერკა, თორე ვიკითხე თქვენთან ვიცავ. ამას არ დავდებ, შეიძლება. ბავშვებო, გაიცანით ეს ჩემი ახალი აბიტურიენტია. ნუ ვიცნობთ მას. გამარჯობა. შარშან ისტორიის მასთან ემზადებოდა. ხო? მე რატო არ ვიცი ეს ისტორია? ეთყობა თქვენ თარიღებს ვერ იმახსოვრებთ. მას. გავარკვევ მე თემას, აბა კოლეგებო, რაზე მეცადინეობთ? მეც რომ მითხრათ, რომ მეც მოვემზადო. მე ფაქტიურად მომზადებული ვარ, უკვე დილიდან ვემზადვარ მე. აბა რაზე მეცადინეობთ კოლეგებო, რას ვიზეპირებთ? აბა მითხარით სათვარ გაჩერებულები? ვეფხისტყაოსანიო. ვეფხისტყაოსანის დაზეპირებას მე გირჩევდით, რომ კოდები დაიზეპიროთ. რა კოდები? გაყინული ქათმის კოდი მაგალითად, გაყინული პილმენის, ბულკების, ზაღლის საჭმელის, რა ვიცი, კინეულობის, რა ვიცი, რამე კოდი დაიმახსოვრეთ. იმიტომ რომ ზესუმზიდის კოდი. ზესუმზიდის კოდი. ხო და რატო? ეხლა რო გიყურებთ ხო ჩვენი უბნის მარკეტის კურსდამთავრებულები უფრო იქნებით ვიდრე კარგი იუმორი. ხო, ახალ თქვენ ჯგუფელს. მოდი ჩვენ მაინც ვეფხისტყაოსანს დავიზეპირებთ. ვეფხისტყაოსანს დაიზეპირებთ? მოხუცო აბიტურიენტო. შენ. კაი ბიჭია ეს კი. ვეფხისტყაოსანი კარგია. აბა თუ იცით ნესტანდარეჯანი როგორ მოიტაცეს? არიციან ჯერ. აი ახლა გაჩვენებ. თამარი მას გამობძანეთ ერთი წუთი რა. აი ესე მოდიოდა ნესტანდარეჯანი და ესე მივიდა ერთი გაჯი. ხო. მოგიდა ხელი არ დავდა. ესე მოკრე და ესე აიყვანა მე. ესე რასაკეთებ? აბიტურიენტო მართლა გეკითხებით. რას ვაკეთებ? აუხსი ბავშვებს როგორ მოიტაცა ქაჯებმა? კარგი ბავშვებო დღეს დავამთავროთ გაკვეთილი, ხვალ მოდით გელოდებით. ხვალ არა ზეგ მოდით. ზეგ მოდით ბავშვებო. საღამოს მოდით. კარგი. ზეგ საღამოს. კარგად. საღამოს. თამარ. პრაქტიკულ მეცადინეობაზე ხო არ გადავიდეთ თამარი მას. რითი დავიწყოთ? რითი დავიწყოთ და ჯაყოს ხიზნები თამარ.
ონლაინ გაყიდვა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. რა თქმა უნდა, ეს არის ონლაინ გაყიდვა. აი, ცოტაც დაველოდოთ კიდე მაყურებლებს. ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი ხართ. მოკლედ, მინდა გითხრათ, არაჩვეულებრივი სიურპრიზი მაქვს თქვენთვის, როგორც წინა ლაივზე, ასევე დღესაც მექნება unboxing-ი. აი ასე. unboxing-ზეც გადავედი, რა თქმა უნდა. მოდი, სწრაფად დავიწყოთ, ჯობია განხუთვა, თორე თუ ჩემი დედამთილი შემოვა, მე მომიწევს თმებიდან განპუტვა. ესეც თურქული იუმორი, რომელიც აი ამ პროდუქტს მოყვა სრულიად უფასოდ. ესეც ასე. აი ესე. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ვართ მეგობრებო და ყველა უყურებთ ჩემ ონლაინ გაყიდვას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან მოგწონთ. მაშ ასე. პირველი ნივთი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, ეს არის უნიკალური, საკმაოდ მაღალი ხარისხის, არაჩვეულებრივი ჩანთა. ნახეთ, ჯერ ფერია მარტო რაღაცა ზღაპარი და საოცარი. შეგიძლიათ როგორც აი ესე, ხელს დაშვები გოგო, რას? დიახ. კიდე რაღაცეებს ყიდი, ხალო? არა, კი არ ვყიდი, უბრალოდ ანეკდოტს უყვები ჩემს მაყურებელს. ანუ ჭიჭიკია ჩაერთო ბიჭიკიას ლაივში და კითხა ეს ჩანთა რა ღირსო? ბიჭიკიამ ეს ჩანთაო 100 ლარი ღირსო. ჭიჭიკიამ 100 ლარი ხორი ხომ არ ხარო და ბიჭიკიამ მაშინო აი ეს არაჩვეულებრივი ტყავის საფულეც მოყვება ამ ჩანთასო და ორივე ერთადო გამოვიდა 100 ლარიო. ორივე ერთადო. აი ასეთი არაჩვეულებრივი ანეკდოტით უხარისხო, როგორც თვითონ არის. კარგი, მოდი გავაგრძელოთ. შემდეგი ნივთი, რომელიც მინდა გაჩვენოთ, ეს არის არაჩვეულებრივი, აი ასეთი კვაბი, რომელიც მხოლოდ 50 ლარი ღირს მეგობრებო. გოგო, ამ კვაბს რა უნდა აქ? რა კვაბს ყიდი რა 50 ლარი? ხალო, ნორმალური ხარ შენ? ძალიან ლამაზი ხარ, მე ვისაუბროთ. ხალო, შე დამპალო როგორ მეზისხები. ესეთი არაჩვეულებრივი დებივით ვართ, დებივით. ასეთი იუმორი გვაქვს ორივეც. მოკლედ, ეს კვაბი, დაუბრუნდეთ კვაბს. ეს კვაბი არის უნიკალური. იცით რატომ? იმიტომ რომ ცეცხლგამძლეა და წყალგამძლეა და თან ყველაზე მაგარი. შეგიძლიათ რომ საჭმელი მოამზადოთ. აი, შტერო. ყველა კვაბი ეგეთია, ხალო, მაგრამ რა გეცოდინება, შენ საჭმლის კეთება არ იცი და კვაბი საიდან უნდა იცოდე საერთოდ. მადლობა, საჭმლის კეთება რომ არ ვიცოდე, ვერც გავთხოვდებოდი. ხო, მე ვიცი რატომაც გათხოვდი და გეტყვი მერე. ლაივის მერე გეტყვი. ანუ ხო, კარგი, არ მივაქციოთ ყურადღება, ჩემი სიყვარულია. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ისევ რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, რომ დღეს მექნება unboxing-ი. ეს არის ის ყველა მაყურებელმა, იმიტომ რომ ახალი მაყურებლებიც შემოვიდნენ, ახლა ხედავ და დღეს მექნება unboxing-ი, კარგად დაიმახსოვრეთ. unboxing-ი, რომელიც მე ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს და არის საოცარი. ეს unboxing-ი რა არის? რამდენჯერ გაიმეორე, რას ნიშნავს ამიხსენი? unboxing-ი, ანუ აი განყუთვა, აი რაღაცას რო ხსნი და რო იღებ რაღაცა შიგთავსი რო ნუ აი კარგი არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ მაინც ვერ დაიმახსოვრებთ. რას ვერ დავიმახსოვრებ? აი ამას რო გდრუზავ ახლა თავში და გავაკეთებ შენი თავის unboxing-ს. აი მე ნახავ თუ ვერ დავიმახსოვრე, ვერ გავიგე რას ნიშნავს? კი, საკმაოდ კარგად გაიგე, მიყვარხარ ძალიან. როგორც გითხარი, დებივით ვარ საუკეთესო მეგობრები და ასე ვეხუმრებით ხოლმე ერთმანეთს. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ არაჩვეულებრივ ნივთზე მეგობრებო. ჩემი მეუღლის მამა პაპის ნაქონი, მერხიორის აი ასეთი დანაჩანგლები, არაჩვეულებრივი დანაჩანგლები, რომელიც მე-18 საუკუნის არის მეგობრებო და შეგიძლიათ შეიძინო. შენ აფრენ ხალო? დიახ დედა. ეს არის ოჯახის საგვარეულო რელიკვია. მე-18 საუკუნიდან დღემდე მოვიყვანე და შენ ვიღაცა გაუქმებულია სულ დავიყიდო. ძალიან საყვარელია ხო? ვითომ გაბრაზდა, მიყვარს ესეთი როცა. კარგი. დედა, რატომ ყავს რძალია ესა ამაზონი ხალი? რატომ მოიყვანა ჩემმა შვილმა ცოლად AliExpress-ი ხალი? ვინ ხარ? ხალო, ვინ ჯანდაბა ხარ? გამაგებინე. აუდე, ნახე შენზე მეკითხებია, ნახო, სწორედ შენზე დაისვა კითხვა, ვინ არის ის ქალბატონი, შენს უკან რომ დადისო. ეს ქალბატონი არის ჩემი უსაყვარლესი და ულამაზესი დედამთილი, რომელთანაც მაქვს აი საოცარი ურთიერთობა, მაქვს ბავშვებო, აი გიჟდებით და ვაფრენთ ერთმანეთზე. დამპალო შენ. ხო გითხარით, ანუ მე ვეძახი ხოლმე ჩემო ლამაზოს, თვითონ მეძახის დამპალო.
სიყვარულს. მე ვეძახი ჩემო სიყვარულს, თვითონ მეძახის ხოლმე ძუკრას. მე ვეძახი დედას, თვითონ მეძახის დედავატირე შენი. აი დედავატირე. აი ხომ გითხარი ჩემო სიყვარულებო, ასეთი არაჩვეულებრივი დედამთილი მყავს მე და მინდა რომ მაგალითი აიღოთ, როგორი უნდა იყოთ, თუ გინდათ რომ კარგი რძალი გერქვათ. გოგოებო, მოემზადეთ საოცარი ქალის თეთრეული უნდა გაჩვენოთ. ნახე, საოცარი. ქალო ვეძებ ამას, რამდენი ხანია? რა უნდა? კარგით, პატარა ცვლილება ახლა არა უშავს, არაფერია. არა აქვს მნიშვნელობა, მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენი გაკეთება. კატა სად არის ჩემი? დღეს თელი დღე ვერ ვხედავ. ხო, დედიკო, ვერ დაინახავ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემი კატა სად არის? გუშინ გავათამაშე. ანუ გავათამაშე და ვაჩუკე ჩემს ერთ-ერთ მაყურებელს, ესეა საჭირო ზოგადად, თუ გინდა რომ ბევრი მომხმარებელი და მაყურებელი გყავდეთ, აუცილებლად საჩუქრებიც უნდა გაიღო. გოგო, გაგიჟდი შენ, რას ნიშნავს კატა გავათამაშე, რას ნიშნავს სულიერი არსება, რანაირად გაათამაშე, მითხარი. ანუ ნახე, სულიერი ჩემთვის არის ჩემი გამომწერები, ანუ ჩემი ბაბლი ხვდები და კატა არის კატა. ანუ შეგიძლია რომ ნებისმიერ ზოომაღაზიაში შეიძინო კატა და ანუ ჩემს გამომწერებს მაღაზიაში ხო ვერ ვიყიდი მარტივად? მე თქვენ მიყვართ ყოველთვის აი ხაბარ პატრონში ვრეკავ. შენ თუ არ დაგიჭირო და ჩაგსვა ციხეში, აი მაგასაც ნახავ. აი ნახე. ძალიან მაგარი სიურპრიზი მაქვს თქვენთვის. მოკლედ მეგობრებო, ჩამომივიდა უახლესი, საოცრად მაგარი ტვერსასრუტი, რომელიც წამებში დააწყრიალებს თქვენ სახლს და აქვე მინდა რომ საიდუმლო გითხრათ. დაივიწყეთ ფილერები, ბოტოქსები. იმ შემთხვევაში თუ არ მოგწონთ თქვენი ტუჩი, შეგიძლიათ მარტივად გაიდიდოთ. აი ნახეთ ახლა როგორ. აი ერთწუთით. აი ჩემს სიყვარულებს სულ ეს არის. ყველაფერი გამიყიდე, კაი გასაგებია, მაგრამ იმ კარიდან ის ჭუჭრუტანა რო ჩამომიხსენი და ბავშვები რომ მიკაკუნებენ და მე თითებს მირჭობენ, რო ვიყურები, აღარ გამწარებული დავდივარ, ხალი აღარ შემიძლია დამიბრუნე, თვალზე გაქვს პრობლემა, როგორც მივიღე. ამისათვის მე მაქვს დამცავი სათვალე, რომელიც ბავშვებისგან მარტივად დაგიცემ, შეგიძლიათ შეიძინოთ საკმაოდ იაფად თუ გენდა. არა ვერ უშელის აი ხა მე პატრული ვყავს გამოძახებული და მოვა პატრული და ყველაფერს დავაბრუნებ. თვალი გამომისწორეთ. გამოგისწორეთ, პირდაპირ ჭუჭრუტანას დაგიბრუნებთ. მეტი რა ვქნა, არ ვიცი, აი მოვა პატრული. ასევე მოდი შემდეგ ნივთზე გადავიდეთ. ეს არის უნიკალური, არაჩვეულებრივი ქალი, რომელიც გამოიყენება ძმებს. რატო გამიყიდეთ ეს გარაჟთან პარკინგის ადგილი, რა გინდა ვერ გავიდე, რატო მიყიდე ყველაფერს? მანქანას ვერ ვაყენებ ვერსად. კი მესმის, მართალია ჩემო ძვირფასებო, გარაჟის წინ მანქანის გასაჩერებელი ადგილი გავყიდე, მაგრამ გარაჟი ჯერ კიდევ გასაყიდია, ამიტომ მიჩქარეთ მეგობრებო. სწორედ თქვენი გახდეს გარაჟი. ხალო მომისმინე ერთი წუთი შენ, სახლიდან ყიდი ყველაფერს ყიდი გავიგე, მაგრამ ეს მეზობლები რაღაც გადავყიდე. დეგენერატო ხალო შენ, ჰა? იყიდება არაჩვეულებრივი პარიკი. რომელიც არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. აი მოგზადი მე დაგირეკებს ირადად. აი ეს ხალბატონი სახლიდან ხო გამიყიდა ყველაფერი. მეზობლებზეა გადასული უკვე და მეზობლის ქონება მიითვისა გაყიდა. დაიჭირეთ. დაიჭირეთ წარყვანეთ. ხალბატონო, მოგესალმებით, თქვენ დაკავებული ხართ სხვისი ქონების და ნივთების მითვისებასა და გაყიდვას. ჩემო ძვირფასებო, სულ ცოტა ხნით უნდა დაგემშვიდობოთ, 2 ან 4 წელი, არ ვიცი, ამას მოსამართლე როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. თუმცა სანამ წავალ, მინდა დაგიტოვოთ აი ეს არაჩვეულებრივი ბორკილები, რომლის გამოყენებას თქვენ შეგიძლიათ. წაიმანე რა, მოგაშავე რა. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.